თქვენ ხართ პირველი მოძალადეები, მერე გიკვირთ მიკროფონს რატომ გირტყამენ თავში. ასე უპასუხა კალაძემ TV პირველის ჟურნალისტს კითხვაზე, რატომ არ არიან დაკავებული მისი საარჩევნო შტაბის მოძალადეები. კალაძემ კრიტიკული მედიის ჟურნალისტებს დღეს უზრდელები, დაბეჭავებულები და გაფარჩაკებულები ეძახა. დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიამ და კანადამ ოფიციალურად აღიარეს პალესტინის სახელმწიფო. ოფიციალური განცხადებები ამის შესახებ სახელმწიფოების ლიდერებმა ცოტა ხნის წინ გაავრცელეს. როგორც ისინი განმარტავენ, ეს ნაბიჯი ღაზაში კონფლიქტის დასრულებისა და ისრაელსა და პალესტინას შორის ხანგრძლივი მშვიდობის ხელშეწყობის პროცესის ნაწილია. თალიბანი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ბაგრამის ავიაბაზის დაბრუნებაზე უარს ამბობს. საერთაშორისო მედიის ცნობით ავღანეთის თავდაცვის მინისტრმა მუჰამედ იაკუბ მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ თუ ამერიკელები გადაწყვეტენ ბაზის დაბრუნებას, ავღანეთი მზადაა კიდევ 20 წლის განმავლობაში ებრძოლოს მათ. ესტონეთმა 34 წლის განმავლობაში პირველად გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. მას შემდეგ, რაც 19 სექტემბერს სამმა რუსულმა ავიაგამანადგურებელმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, ქვეყანა საკითხის განხილვას ითხოვს. როდესაც ასეთ ქმედებებს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის ჩადის, ის სწორედ ამ ორგანომ უნდა განიხილოს. აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი მარკუს საკდა. უშიშროების საბჭო ხვალ შეიკრიბება.